რომ შეხედო ლანდშაფტსა და გარემოს უზარმაზარ მთებში სვანური არქიტექტურისთვის სახასიათო არის, ხო, რომ ძალიან პატარა არის მასშტაბით, მასთან მიმართებით ძალიან პატარაა გარემოში ჩარევა. რაც ყველაზე უფრო დიდი არის ხოლმე, როგორც წესი არის კოშკები. ოღონდ კოშკიც არის ვერტიკალური და ის გარემოში აბსოლუტურად ზუსტად ჯდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უყურებდნენ შენი წინაპრები. სასულიერო პირები თუ საერო პირები, როგორ უყურებდნენ, როგორ აღიქვამდნენ გარემოს და მასთან მიმართებით როგორ აშენებდნენ რაღაცას. და ეს იყო არა გარემოში უხეში ჩარევა, არამედ მისი გაგრძელება. თუ ჩვენ შევხედავთ უშგულის კონტექსტში ლამარიას, აქაც ვნახავთ, რომ ეს ერთგვარი გვირგვინია, რაღაცა თემის ერთგვარი გვირგვინია, რომელიც ასრულებს მხატვრული თვალსაზრისით, როდესაც თქვენიდან უყურებ, ის მხატვრული თვალსაზრისით ასრულებს ამ ერთიან დიდ სურათს, რომელსაც ჩვენ უშგულს ვეძახით. წელს 30 წელი შესრულდა, რაც ჩაჟაში, შხარას ძირში გაშენებული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება უშგულის თემში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. მისი გვირგვინიც მე-9 საუკუნეების ლამარია ძეგლის დამცავ ბუფერულ ზონაშია და იუნესკოს მიერ ამ ლანდშაფტის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ რამდენიმე წლის წინ ლამარიაში მონასტრის დაფუძნება გადაწყვიტა. ამ გაზაფხულის მიწურულს კი დედათა მონასტრისთვის მათი განმარტებით კელიების, სატრაპეზოს, საპირფარეშოების შენება დაიწყეს. რკინაბეტონის საძირკველი ტაძრის ეზოშივე ჩაასხეს. ბლოკის კედლების შეფუთვას ჩანს ფიქლით აპირებდნენ. ჩვენ გვესმის ეკლესიის საჭიროებები და ცხადია, რომ ეს ოდესღაც როცა აქ ეკლესია აშენდა და სამეურნეო ნაწილი იყო, ცხადია, რომ აქ სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ და ამისი წინააღმდეგი შეუძლებელია ვინმე იყოს. ქრისტიანობის შვილია ის მემკვიდრეობა, ხო, და შეუძლებელია, რომ ჩვენ ქრისტიანობას ან რაღაცა მასში მღვდელმოქმედებას ვებრძოდეთ, მაგრამ აქვს მნიშვნელობა მასშტაბს, ჩარევის მასშტაბს. შეგრძნების დონეზე გვაქვს დაკარგული, რომ არსებობს რაღაცა იმდენად ფასეულია, რომ შენ ვერ შეძლებ შინაგანად, რომ მის გვერდით ააშენო საერთოდ რამე და ააშენო ამ ფორმით, ასეთი მასალით, სრულიად წარმოუდგენელი, სრულიად შეუსაბამო და შეუფერებელი გარემოსთან, ხო? აი ამ მასალით და მეორე პრობლემაა, როდესაც ამ ტიპის მასალას მე ფიქალით ვცდილობ რომ შეფუთო. ეს უკვე სრული ბუტაფორიაა და მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე, როდესაც ეს არის რაღაცა მდგომარეობა, როდესაც შენ დანაშაულის დაფარვას ვცდილობ და მის გალამაზებას ვცდილობ. რატომა შეიძლება რომ ის იყოს მოშორებით, ხო? ანუ რას ქმნის ეს დისკომფორტს? ისევე როგორც არ მესმოდა არასოდეს და ვერასოდეს ვერ გავიგე, რატომ არ შეიძლებოდა რომ ალავერდის გვერდით არ აშენებულიყო, მაინც და მაინც ის სასტუმრო ხო შეიძლება რაღაცა კილომეტრი ნახევრის იქით რო ყოფილიყო. ანუ აუცილებელი არის რომ შენი აუზიდან ალავერს ხედავდე? ანუ რა ტიპის ტურისტ ცელოდებია, რა ტიპის მომხმარებელია ისეთი, რომელზეც ამ ყველაფერს თვლიან, ხო? როდესაც შენ ამას ჩადგამ, როდესაც ასეც ას გააკეთებ, აღარ მოვა ტურისტი ამის სანახავად, აღარ დააინტერესებს ის ყველაფერი, იმიტომ რომ მას ეს სიძველე და ავთენტურობა აინტერესებს, მას ეს პირველქმნილობა აინტერესებს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შემხედვარე ვინმე უცხოელი რომ მოვიდეს და შეხედოს როგორ ვექცევით ჩვენ საკუთარ კულტურას, ის ჩათვლის რომ ჩვენ ამ მიწაზე ისტორიულად კი ვცხოვრობდით, ჩვენ სხვის მიწაზე დავსახლდით. ეს კულტურა ამ ხალხის არ იყო. ეს სხვა ხალხია. რამდენადაც ის არის წარმოუდგენელი, რომ შენთან მოაღწიოს მე-10 საუკუნის ან მე-15, მე-12 საუკუნის სახარების ნაწილმა, ქვეშ არ ეწეროს დანარჩენი ნაწილი და შენი ხელით არ მიაწერ. ეს ხო არც ერთ ადამიანს არ მოუვა. ზუსტად იგივე პრობლემა არის, როდესაც შენთან ამ ფორმით მოაღწია არქიტექტურამ, არ შეიძლება მაშინ ასეთი უხეში ჩარევა. ეს იმისი ტოლფასი არის, რომ გადაწერო სახარება. უშგულის მოსახლეობამ მშენებლობის შეწყვეტა და უკვე აშენებულის დემონტაჟი მოითხოვა. ეპარქიამ კი 4 აგვისტოს განცხადებაში დაწერა, რომ მონაზვნები გამოაძევეს. მონასტერში მივიდა დაახლოებით 12-15 კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას. სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობა მიმატა. ასევე რომ მონაზვნები აქაურობას ბილწავენ. ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს და რომ უშგულში 7 თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს. Rat უნდა იქ კელია? აქ არის საგვარეულო სალოცავები, ამ საგვარეულო სალოცავებს სვანები თავის დროზე აშენებდნენ თავიანთ ტერიტორიებზე, ნიშასალოცავებზე. და ამიტომ მათ აბსოლუტური მორალური სრული უფლება აქვთ, რომ მშენებლობა არ გააგრძელებინეს. ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, თემს რაც წადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა.
აქ სვანეთი არის, აქ ჩემი საძვალე ეკლესიები არის, ჩემს საძვალე ეკლესიას უდიარად არ უნდა შეეხო, რომ შემოდიხარ, უნდა მკითხო, შეიძლება? ის გასაჩერებელი მარტო კი არა, ის დასანგრევია და საერთოდ მოსაშორებელია იქიდან. უდიერად მოპყრობაში სვანები სასულიერო პირების მიერ ძეგლზე უკვე დატოვებულ კვალს გულისხმობენ. აქამდეც ნებართვის გარეშე შესრულებულ სამუშაოებს, კერძოდ კი მაჩუბებში, რომელსაც მონაზვნები კელიებად იყენებდნენ. კოშკი და ზედმიდგმული მაჩუბები ფიქალის გალავანში მოქცეულ ტაძართან ერთად ლამარიას კომპლექსში შედის. რა თუნდოდა მეტლახი? მშვენიერი იქ ლამარიაში მშვენიერი ის არის, რა ქვია, მშვენიერი კლდისგან ნაკვეთი იატაკი იყო. კლდისგან ნაკვეთი, ეგ ხო იშვიათობაა. მაგას სად ნახავ? რა თმინდა მე ჩემს სალოცავში ევრო რემონტი გარგამაგიჟოთ ხალხო. ტაძარში იყო კლდის ფილები. ესეთი მსგავსი მე არც არ მინახავს. ისიც თვითონ ის შეიძლებოდა გამოცხადებულიყო კულტურულ მემკვიდრეობა და ვერავინ ვერ დამიმტკიცებს ახლა მე ვერანაირი სპეციალისტი რომ ის უკეთესია ახლა დაგებული რაც არის მეტლახის ფილები იმ ტაძარში ვიდრე იყო ის კლდის ფილები შესანიშნავი სიძველით რო სუნთქავდნენ და აღგაფრთოვანებდნენ შემსულს აღაფრთოვანებდნენ მე მას დამახინჯებას ვეძახი გაკეთილშობილებას კი არა სრულ დამახინჯებას ვეძახი ხელყოფას ვეძახი ეს არის ვანდალიზმი ამისათვის სასჯელი იყო და ახლაც არის, მაგრამ ვინა აღმსრულებელი. სახელმწიფო რომ ამას აკონტროლებდეს ისე როგორც ჯერ არს, ვერავინ ვერ გაბედავდა ვერც მიშენებას, ვერც დაშენებას, ვერც გადაღებვას და ვერც შეცვლას. არ შეიძლება, ეს არ არის კერძო საკუთრება, ეს არ არის სახლი, სადაც როგორც მომეპრიანება ფანჯარას იქ გამოვჭრი, კარს საიდანაც მინდა იქიდან შევაბამ და რასაც მინდა იმას დავაგებ. რაც შეეხება ნებართვასა და პასუხისმგებლობას, ამის კვლევამ შესაძლოა განმარტების გარეშე დატოვებული საკადრო გადაწყვეტილების ახსნამდე მიგვიყვანოს. 8 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვაცნობებს, რომ ლამარიაზე მიმდინარე მშენებლობა უნებართვოა. 13 ივლისს სააგენტო იუწყება, რომ მშენებლობა შეჩერდა. ეპარქიის წარმომადგენელი მედიას განუმარტავს, მეუფემ ნებართვის აღება საჭიროდ არ ჩათვალა. ხოლო საქმის გახმაურების შემდეგ ეპარქიის გვერდზე სხვა ახსნა ქვეყნდება. სააგენტოსთან შეთანხმება ვერ მოესწრო. მშენებლობის შეჩერების შემდეგ 15 ივლისს სააგენტოს წარმომადგენლები მშენებლობის ადგილზე ჩადიან და რწმუნდებიან, რომ სამუშაოები შეჩერებულია. ამის შემდეგ მიტროპოლიტ ილარიონს კულტურის მინისტრი თინა რუხაძე პირადად უკავშირდება. მიტროპოლიტი კულტურის სამინისტროს WhatsApp-ით უგზავნის პროექტს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ შენობა 200 კვადრატული მეტრი, კარფანჯარა მეტალოპლასტმასის, სახურავი კი თუნუქის იქნება. აქედან ერთ კვირაში 21 ივლისს თიკა რუხაძე პატრიარქს შიო მესამეს ხვდება. შეხვედრას როგორც სააგენტოს, ისე საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებიან. აქედან კიდევ ერთ კვირაში, 28 ივლისს, მინისტრს, რომელმაც თავი ტვინიან ქალად გაგვაცნო, თანამდებობიდან ხსნიან. ლამარიას ეკლესია დაკეტილია. ეს იმის შემდეგ. შვიდობა. გამარჯობათ. გამარჯობა. ხომ არ გაგიხსნიან თან ეკლესიას შემდგარით. არ გაიღება ეს. არ გაიღებაო? არ გაიღებაო, ეპარქიამ თქვა. სამონასტრო ცხოვრება და საღვთომსახურება იქამდე არ აღდგებაო, სანამ სოფლის მოსახლეობის ნება ამის შესახებ წერილობით არ იქნება დაფიქსირებული და მასთან ერთვება შესაბამისი ხელმოწერები. ტაძრის ერთი გასაღები მღვდელს აქვს, მეორე სოფელში ნიჟარაძეებისთვის ჩაუბარებიათ. რა ტიპის მუქარა იყო სასულიერო პირების მიმართ? რაც მანდ წერია ზუსტად სხვა არაფერი არ ყოფილა. ანუ იქ მოყვანილი იყო ციტატა, თითქოს რომ უშკულელებს 7 თავად იყავთ მუკრულიო და ამას მიიჩნევთ მუქარად? წერია ყველაფერი. თანახმახართ გაითვალისწინოთ უშკულის მოსახლეობის მოთხოვნა და ეს მშენებლობა დაანგრიოთ და სხვაგან გადაიტანოთ, როგორც ისინი ამბობენ. ეს არის მსახურება. თუ იქნება მოსახლეობის კეთილინება, რომ გაგრძელდეს მანდ წირვანოცა, აუცილებლად გაგრძელდება. ისინი ახლაც ითხოვენ ამას. იქ წერია, რომ წერილობით თუ მომართავენ, იმ შემთხვევაში აღდგება, ხო? შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ასეთი შემთხვევა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში საერთოდ არ მახსოვს ასეთი ულტიმატუმის დაყენება ან ასეთი ფორმით. ახლა მთელი თემი დასაჯო უზიარებლობით და რაღაცა საეკლესიო რიტუალში მონაწილეობის საშუალება არ მისცე, იმიტომ რომ გაგი პროტესტა რომ უკანონოდ ნუ გააკეთებ რაღაცას
კიდევ ამბობ ის რომ ეხა ადგილობრივი თემი ეკლესიას ებრძვის ეს აბსურდია, არასოდეს ყოფილა მსგავსი ერთი შემთხვევაც არ არსებულა და საქართველოს ისტორიას ახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, როდესაც სულიერი სიწმინდეები განადგურებას სწორედ სვანების თავისუფლების, სიცოცხლის რისკისა და თავგანწირვის ხარჯზე გადაურჩა. ამიტომ უცნაურია, რომ სახელმწიფომ ამ წლებში ვერ მოახერხა მათი შთამომავლობისთვის აეხსნა რამხელა საფრთხეა უშგულის საგანძურისთვის ქაოსური მშენებლობა, 4 სართულიანი სასტუმროები, მიშენებები, მოშენებები, დაშენებები. სახელმწიფოს ვალია ადამიანებს მაღალი ტურისტული ინტერესის მხარეში ეკონომიკური განვითარების საშუალება ისე მისცეს, რომ მთავარს არავნონ. აი ეს რაც გამორჩეული იყო და რაც რის გამოც ეს მთელი კომპლექსი არის შესული, ხო? სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, აი სამეთყველო ენა, ერთგვარი მორფოლოგია, ხო? აი ეს აქვს დაკარგული კოშკი და მის ირგვლივ შემოკრებილი კომპლექსი, რასაც იკრებს, ის ხო ერთგვარი დასრულებული ფორმაა. მას ვიზუალურადაც უნდა ჰქონდეს თავისი არეალი, ხო? თავისი სასუნთქის სივრცე, თავისი არეალი, მხატვრული აღქმის სივრცე, რომელიც აბსოლუტურად იკარგება, როდესაც შიგნით შეიძლება თუნდაც პატარას, მაგრამ ნაგებობას ჩადგამ, მათ შორის კომპლექსებს შორის კავშირი ხრება. ღმერთს მაქნას რომ ეს არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმარისი მასალა აღმოჩნდება იმისთვის, რომ დაიცვას მინიმუმ საკითხი სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან მისი ამოღების. ზემო სვანეთში მთის ამბების მოგზაურობის უპირველესი მიზეზი ლამარია იყო, მაგრამ ხელიდან ვერ გავუშვით შესაძლებლობა ჩვენი მეგზურის იქ ყოფნით გვესარგებლა. ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელთან, არქიტექტურის ისტორიკოსთან, ნოდარ არონიშიძესთან ერთად რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიც მოვინახულეთ, რომლებიც სასულიერო ან საერო პირების თვითნებობის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა. ჩვენი ექსპედიციის შემდეგი გაჩერება სოფელი იენაში აღმოჩნდა. იენაშის იონა წინასწარმეტყველის ეკლესია სადამორთულობისაა. ტაძრის ბაქანს ზემოთ ძველი დაბალი ყორე აქვს შემოვლებული. ქვემოთ კი რაღაც მიზეზით დამატებითი გალავნის შემორტყმა დაუწყიათ. რკინაბეტონის დამალვა აქაც საფასადე ქვით უცდიათ. ადრე ტაძარზე ორ ძირითად სამშენებლო ფენას გამოარჩევდნენ, მე-10 და მე-14 საუკუნეებს. ახლა მთავარ სიტყვას 21 საუკუნის ვერტიკალი ამბობს. ბეტონის ხიმინჯებზე მდგარი სამრეკლო. გალავნის გადაღმა კი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აშენებულია დიდი ზომის შენობა. ხშირად ხდება ხოლმე ასეთ რომ შემოდავება რომ იცი რა სამრეკლო არ ჭირდება ეკლესიას და კი, რა ვიზარის დარეკვა ყველგან შეიძლება. ხალხს ემახსოვრება მაშინ ლამარიას ეკლესიაში სამრეკლო როგორ არის გაკეთებული, ხის ორი ცალი, ხის მორიარი და სრულიად საკმარისია. აი ეს ხო, აბსოლუტური რაღაცა უსახურება, ცხადია რომ ნებისმიერი ადამიანის თვალს იქნება ეს პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მომლოცველი, მთელი აქცენტი მიაქვს. იენაშის ეკლესია ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ძეგლის ხელყოფის გამო სააგენტომ პროკურატურას მიმართა. 10 წელი გავიდა მას შემდეგ. პასუხი ვინ აგო? არავინ. და რა რეაგირება მოყვა? უკანონოდ რომ იყო ნაშენები. სამრეკლო და მონასტერი. ძეგლთა დაცვის სააგენტოს წერილში და საჩივარში. სოფელ მაცხვარისში ორი ულამაზესი ეკლესია დგას. ეს მთავარანგელოზის ტაძარია. ძეგლს თავისი გაჭირვება ჰქონდა. ამ დრომდე იშლება ქვის პერანგი, მორღვეულია საძირკველი, ბაზისების საფეხურები ჩამოყრილია, მინაშენების ქვები ცვივა და მასალის ნაწილი დაკარგულია. ამ სიმძიმეს ზედ ორსართულიანი კარიბჭე, სამრეკლო დაამატეს. მე მგონია რომ ეს არის არა მხოლოდ განათლების და შეგნების, არამედ სულიერების დეგრადაციაც. სოფლის მეორე ეკლესია მაცხოვრის ამაღლების სახელზე მე-10 მე-11 საუკუნეებში ააგეს. აქედან წარმოდგება სოფლის სახელიც მაცხვარიში. საქტიტორო წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძარი დემეტრეს მეფობის მე-15 წელს მოიხატა, მაშასადამე 1140 წელს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მხატვრის სახელმაც მოაღწია ჩვენამდე და მეტი, მიქაელ მაღლაკელის სიტყვამაც ამ წარწერის სახით.
ძალიან საინტერესო ესეთ წარწერა, რომელიც მომდევნო მღვდლებს იდეაში მოუწოდებს, რომ ხშირად არაანთონ სანთლები იმისთვის, რომ არ მოხდეს მხატვრობის დაზიანება, მისი ფერის დაკარგვა. ვინც ამას ეკლესიასაშიგან მამასახლისი იყო, კვამლისაგან შეიკრძალეთ ხატული, რომელ ფერი არ დაკარგოს. და დღეს მოდიხარ და ვთქვათ, იმავე ეკლესიაში, იმავე მხატვრობას ხედავ კატასტროფულად დაზიანებულს. ვერაფერსაც ვერ ხედავ. ეს ტაძარიც ყველა სხვა ეკლესიის მსგავსად, რომელსაც ჩვენი ექსპედიციის დროს მივაკითხეთ, დაკეტილია. ნოდარ არონიშიძე ლეპტოპში გვაჩვენებს, რა დამართეს ბოლო 10 წელში უნიკალურ მხატვრობას. აბსოლუტურად არავით არის აუცილებლობა. ხის გააკეთეს უფრო მოკლე მოჭერი, არავით არის აუცილებლობა იმისა, რომ თელ სიგრძეზე შელესილიყო და შეთეთრებულიყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კანკელი შეცვალეს, რისთვისაც გვერდები მხატვრობა ჩამოფხიკეს და რაც გადარჩა შეათეთრეს. ამოჭრილივით კიდე რა, იმის გამო რომ შეიძლება ვერ გათვალეს ზოგი. კიდევ არის ძეგლები, რომელიც ჩვენ ამ ექსპედიციის ფარგლებში ვერ მოვასწარით და იქ არა მხოლოდ გარედან არის, შიგნიდან მთლიანად შეთეთრებულია ტაძარი, მთლიანად გადალესილია, კარი ამოშენებული სამხრეთით, აბსოლუტურად შეცვლილი. ესეთი შემთხვევები ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანია, ესეთი უცნაურ ასოციაციას გიჩენს რა და გახსენებს ძალიან ცუდ წარსულს ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან, ჩვენ ეკლესიაში არსებული ისტორიიდან, როდესაც ტაძრების შეთეთრება ხდებოდა და ეს ვიცით, ვისაც უკავშირდება და რასაც უკავშირდება. ჟაბეშის მაცხოვრის ტაძარი შუა საუკუნეების ძეგლია და საუკეთესო განმარტება ტერმინისა ვანდალიზმი. მე-10 საუკუნის წინანდელი ქტიტორის ჩანაფიქრით, მომლოცველს პირველი ნატიფის სამთაღედი ეგებებოდა. დღეს რუდუნებით ნათალ თაღებზე მიდგმულია. დასავლეთის ფასადზე ზღურბლი, სამხრეთით კი გაუგებარი ლოჯია. მეორედ მაშენებელ უცნობკაცს ჩვენი ინფორმაციით კერძო პირს საძირკველიც გაუმაგრებია. ადამიანები რომელსაც ჯერათ რომ ეს იცავს, სინამდვილეში ეს არ იცავს. არასწორად წარმოებულმა სამშენებლო პროცესებმა შეიძლება ბევრად უფრო დააზიანოს ნაგებობა, რასაც ახლა ჩვენ აი ამ თელ ფასადზე ვხედავთ, აი ბზარების ნაწილზე ჩასხმული მითითხნილი გარედან წასმული ცემენტი. რამდენად სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძველ ფენას ახალმა მინაშენმა. ახლა აი ამ ნაწილშიც ვხედავთ, რომ აი აღმოსავლეთით არსებული მთელი ბზარი, რომელიც აი ამას დაუყვებოდა ეს ბზარი, ესეც რაღაცა შელესილი, შეთითხრილი გარედან ცემენტი თვითნებურად გაკეთებული. ამას აკეთებენ სპეციალისტები, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სწავლობენ და მუშაობს უამრავი ადამიანი, დაწყებული გეოლოგიდან, კონსტრუქტორიდან, დამთავრებული არქიტექტურის რესტავრატორით, რომელმაც ზუსტად იცის რა ქმედებას რისთვის ახორციელებს. მაღლა ნახე ზემოთ აი ხედე. ჩასხმულია. ой, ეს რა არის, კაც, ეს წარმოუდგენელია საერთოდ. და გადავიღაც. ხო, არა, გადაიღე. აი ნახე. ნახე. წარმოუდგენელი კანონდარღვევები ჟაბეშის მაცხოვრის ტაძარშიც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს დააფიქსირა და პროკურატურას მიმართა. 10 წელი გავიდა უკვე. არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახალი მიშენებები დაჯდა და ძველი კედლები უარესად დაიძრა. აქ რაც ხდება, ეს არის ვანდალიზმი, უბრალოდ სიგიჟე არის, რაც აქ ტრიალებს. ეხლა რასაც უყურებთ, ამდენი მე-11 საუკუნის ძეგლზე მოგივიდეს აზრად და მე განახორციელო ასეთი რამე, მე არავინ გითხრას. არც ერთმა მოსახლემ არ გაგაჩეროს და არ გითხრას, რომ რაღაცა ეს ნორმალურია და მე ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს. ეკლესია პასუხს არ გცემს, არ შენთან ერთად აშენებს ამას. ანუ სრულიად დაუჯერებელია მთელი საზოგადოების ყველა რგოლი, ყველა წრე, როგორ შეიძლება ასე იყოს ჩახსნილი პროცესისგან, რომ ვერ აცნობიერებდნენ, რომ მე-10 საუკუნის უნიკალურ ძეგლზე, რომლისთვისაც ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერი მსოფლიოში ოცნებებდა მე-10 საუკუნეში ასეთი არქიტექტურა, ისეთი მოხატულობა ჰქონოდა, რაც აქ არის. ასეთი რაღაცების კეთება და აი გვერდზეც ეტყობა, ხო? აქეთ ამ ხარეს შელესილი არის თეთრად რაღაცა რა ქვია ამას ახლა დაბრიზგული თეთრად, რასაც ეძახიან, აქეთ ამ ხარეს ჩვეულებრივი ცემენტის ნალესობა არის დატოვებული. აი ესეც დამოკიდებულებას აჩვენებს რა, რაღაცა უცნაური მიქსი თანამედროვეობის იმ ყოფისა. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერების იმ სიმძიმის, რასაც დღეს ქართული საზოგადოება ატარებს, აი აქ არის ასახული რა. სვანეთის ძეგლების ზოგადად და უშგულის მაგალითი კონკრეტულად კაფიოდ უჩვენებს, სადამდე მიგვიყვანა მოშლილმა სისტემამ. სახელმწიფო ინსტიტუციები უბატონოდ ხმას ვერ სცემენ ეკლესიას. ეკლესია კი თავის უბატონო მრევლს იმას უთვლის, საუკუნეების წინ რამდენი თავადი მოკლეს. ტაძრები დაკეტილია. გაბუტული ეპარქია ლამარიაში წირვა-ლოცვის აღსადგენად სვანების წერილობით განცხადებას ითხოვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ან მოულელობით ინგრევა, ან უარესი. დამანგრეველი მშენებლობებით მთელ თავის მშვენიერებას, კუთვნილ სივრცესა და დიდებულებას, მასშტაბს, მნიშვნელობას, ღირსებას კარგავს.